გამარჯობა, მოდელირების სწავლის პროცესში აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ შევიტანოთ სურათი სცენაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება რეალისტური მოდელების აწყობაში. ეს იქნება სკამის ვიზუალი, რომელსაც შემდეგ აკვეთილში ავაწყობთ. ეხლა კიდევ ვისწავლოთ ის ნიუანსები, რაც სურათის შემოტანას ეხება. პირველ რიგში მოდით შევიდეთ ლეიერებში და დავამატოთ სკამის ლეიერი. ამას მოვათავსებ მაგიდაში. მაგიდას გადავარქვათ სახელი, ანუ დავამატოთ სკამი და ამ ლეიერში გვექნება ორი მოდელი მაგიდის და სკამის. მოდით ახლა მაგიდას გამოვყოფ, მოვნიშნოთ მთლიანად ობიექტი თავის ლეიერთან ერთად, დავამატოთ ახალი, ამას დავარქვათ მაგიდა. ასევე შევქმნათ კიდევ ერთი ლეიერი. აუცილებელია გავააქტიუროთ ეს მთავარი ლეიერი. თუ არ გვექნება გააქტიურებული, შეიქმნება სხვა ადგილას. ამას მივაქციოთ ყურადღება. Rename-ით მეორე ლეიერს დავარქვათ სკამი. როგორც უყურებთ, ერთ ლეიერში გვაქვს ორი დამატებითი ლეიერი, მაგიდა და სკამი. ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავიმორჩილოთ ჩვენი მოდელები და ვაკონტროლოთ ამ ლეიერების მიმართულებიდან. ეხლა გამორთოთ ისინი, რაც არ გვჭირდება, დავტოვოთ ოთახი. ასევე მაგიდაც დავტოვოთ და სხვა დანარჩენები გამორთოთ დროებით. მოდით ეხლა ვისწავლოთ სურათის შემოტანა. ამისთვის დაგვჭირდება plane-ი. გადავარ გვერდით ახედში. ასევე გავააქტიუროთ snap-ი, რომ შევქმნათ ზუსტი ზომის ესეთი სიბრტყის ობიექტი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ფურცელი და მასზე უნდა ავსახოთ სურათი. ეს სეგმენტები 4 არ გვინდა მოვაკლოთ. ეხლა საჭიროა სურათი შევიტანოთ მატერიალებში, გავააქტიუროთ material editor-ი. ეს არის ახალი სტილით წარმოდგენილი, ეს ხელსაწყო, სადაც მატერიალების შექმნა ხდება. მოდით გადავიყვანოთ ძველზე, ანუ კომპაქტი. ეს ვერსია უფრო გაგიადვილებთ მატერიალების შესწავლას. ჩვენ ახლა არ დავიწყებთ ამ ფუნქციების სწავლას, რადგან ამ ყველაფერს გავავლით ერთ კონკრეტულ ვიდეო გაკვეთილში და პირველი და მთავარი, უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარ ფერს ემსახურება diffuse map-ი. აქ შეგვიძლია შევუცვალოთ ფერი, რომელიც აისახება უშუალოდ მატერიაზე. შეგვიძლია დავადოთ ამ ჩვენს planes. ასევე diffuse-ში შეგვიძლია შევიტანოთ სურათი. მოდით მე შევალ ახლა ჩვენს ნიმუშზე, რომელზეც არის წარმოდგენილი ეს სურათი სკამის, რომელიც შემდეგ აკვეთილში ავაწყობთ. მას შევიტან და ჩავაგდებ ამ ადგილას. თუ თქვენთან არ აისახება, ესე იგი არ არის გააქტიურებული ეს სიმბოლო, რომელიც ემსახურება გამოჩენას ობიექტზე. ჩვენ სურათი შემოვიტანეთ და დავადეთ planes, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, რადგან ზოგ შემთხვევებში ჩვენი სურათი არ წარმოადგენს რეალურ რეზოლუციას, შეიძლება იყოს სხვა ფორმით, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა შევასწოროთ. მე გამოვიყენებ მოდიფიკატორ ლისტიდან UVW maps. აქ არის მოთავსებული. ეს მოდიფიკატორი უშუალოდ ემსახურება ტექსტურების შესწორებას. აქ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მხოლოდ ერთი ფუნქცია, ეს არის bitmap fit-ი, რის დახმარებითაც ჩვენ რეალურ რეზოლუციაზე ვსვავთ სურათს. თუ მაგალითად სურათი იქნება ესეთი სახით წარმოდგენილი, scale-ით ამის შესწორება არის ხოლმე რთული, რადგან ზუსტად ვერ გავასწორებთ, ამიტომ ვიყენებთ ამ ფუნქციას. ვუთითებთ შემოტანილ სურათს და პროგრამა უკვე ავტომატურად დასვავს რეალურ რეზოლუციაზე. ეს არის ესეთი კარგი საშუალება, რომ ვიმუშაოთ ზუსტ ზომებთან. როგორც უყურებთ, რეზოლუცია გავასწორეთ და ახლა საჭიროა გავასწოროთ ჩვენი სურათი ჩვენს
სცენასთან, ანუ ჩვენი სცენის ზომებთან ავსახოთ ზუსტად. შეიძლება სურათი გქონდეს ასეთი პატარა. და რა თქმა უნდა, როდესაც ავაწყობთ მოდელს, იქნება პატარა ზომის, თუ მაგიდასთან შევადარებთ, აი დავინახავთ როგორი პატარა არის ამ შემთხვევაში. ესე რომ არ მოგვიწიოს, მოდით შევქმნათ ბოქსი. მე ვიცი რომ აი ამ ადგილიდან ამ ადგილამდე გვაქვს 90 სანტიმეტრი. და ჩვენ ბოქსის სიმაღლესაც შევქმნი 90 სანტიმეტრს. ჩავუწეროთ 0.9. და ახლა შეგვიძლია ეს სურათი დავამასშტაბიროთ, გადავალ გვერდითახეთში. სკეილის მეშვეობით გავზდი. და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სურათი გავუსწოროთ ბოქსის სიმაღლეს. აი ესე დაახლოებით დავსვით. როგორც უყურებთ, უკვე მივიღეთ რეალური ზომა ჩვენი ამ სურათის, რაც შემდეგში უკვე უნდა ავაწყოთ. ესეც არის მთავარი, რა თქმა უნდა. გქონდეს უშუალოდ სცენაში ყველა ობიექტი რეალურ ზომებში. მოდით ახლა შემოვიტანოთ მეორე სურათი, ამისთვის დავაკოპირებ აი ამ ჩვენს planes, Shift-ის მეშვეობით შევატრიალოთ. ზიმი მართულებით ჩავწერ 0-ს, ზუსტად სწორხაზოვანი იყოს, 90 გრადუსზე იყოს შებრუნებული, აი ამ ადგილას მოვათავსებ. შევიდეთ ისევ მატერიალებში. ამ ჩვენს მატერიალს დავაკოპირებ და შემოვიტანოთ მეორე სურათი. ჩავაგდებ აი ამ diffuse map-ში. ასევე გადმოვიდან აი ამ ჩვენს plane-ზე. აქ შევუცვალოთ სახელწოდება, რომ არის სხვა მატერია. აი როგორც ხედავთ, მივიღეთ უკვე მეორე სურათი. ასევე საჭიროა ხოლმე შევამოწმოთ, რამდენად ემთხვევა აი ეს დამთავრება. მივიტანოთ ახლოს. დავწმუნდეთ, რომ არის ზუსტი, რადგან თუ იქნება მაგალითად აი ეს სურათი უფრო დიდი, სხვა ზომის. როდესაც ავაწყობთ აი ამ კუთხიდან, შემდეგ აი ეს კუთხე უკვე გვექნება აცდენა. ეს რა თქმა უნდა შეგვიშლის მუშაობაში ხელს. მოდით ახლა შევალ ამ ჩვენს ლეიერებში. გამოვთოთ ოთახი, ასევე მაგიდა. და აქ უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვიმუშაოთ აი ამ ორ სურათზე, რასაც უკვე შემდეგ გაკვეთილში ავაწყობთ. აქ მაგალითად გვერდითახეთში დავინახავ გვერდიდან ჩვენს სკამს, ხოლო ფრონტიდან დავინახავ წინა მხარეს. თქვენთან თუ ესე არ ჩანს, L-ის და F-ის გამოყენების შემთხვევაში აი ეს კუთხეები ესე არ გამოჩნდება, ესე იგი შესაბრუნებელია ეს თქვენი შემოტანილი სურათები. მაგალითად მოვნიშნავთ ორივეს ერთად და შეაბრუნებთ, რადგან left side-ში უნდა გამოჩნდეს აი ეს გვერდითა კუთხე. ასევე F-ის მეშვეობით წინ როდესაც შევხედავთ, უნდა დავინახოთ აი ეს წინა მხარე, იმიტომ რომ back side-ს, ანუ უკანა მხარეს ხელიღივაკი არ გააჩნია და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უფრო გაგაწვალებთ და ბევრ დროს აიღებს. მიაქციეთ ამასაც ყურადღება. მომავალ შეხვედრამდე.